Ყველი სტუმარი დაამახსოვრდათ მათ ღამის შოუს სტუმრებიდან და ამ გამოკითხული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ასახელებს ამ ბიჭების სახელებს და გვარს. Ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ მივესალმოთ ჩემი მეგობრები აჩი და რეზი არველაძე. რა მოგივიდა? რეზი იმ დღეს კინოში რო შეგხვდი და პირველად ვარო თბილისშიო კინოშიო რომ მითხარი ეს იხუმრე თუ მართლა რაც საზღვარგარეთ წავედი და ჩამოვედი ბავშვობაში დავდიოდი ხოლმე პედაგოგიაზე საზღვარგარეთ ხშირად დადიხარ ხოლმე კინოში ინდურ კინოებზე დავდიოდი ხოლმე მარტო გიშვებდნენ ინდურ კინოებზე არა ერთი ინდიელი მყავდა მითარგმნიდა ხოლმე და საზღვარგარეთ ხშირად დადიხარ ხოლმე კინოში. აუ ძალიან მაგარი რამე უნდა მოგიყვეთ. ეხლა ამდენ შეკითხვებს რო არ იმას ვკრათ, აი ორი მაგარი ისტორია მაქვს ორივე კინოზე რა. ხო. ერთი თბილისში მოხდა და ერთი გერმანიაში მოვიდა, ერთი თბილისელი ბიჭი რა, ნუ ესე ვთქვათ, ეთნო ბიჭი რა. არა ქართველი რა. ვერცერც ვერ და რაღაცას მიყვება ამბავს რა. მაგრამ ჯერ თბილისში მოგიყვები ხა ინდური კინოს ამბავს რა. ხო. ტაქსით მივდივარ დეზერტირების ბაზართან და უნდა გავიარო და დეზერტირების ბაზრის შესახვევის კუთხეში ჩელისკინელი თამარ მეფის გამზირი რო ეხა სანამ სადგურისკენ მივდივარ თუ რაღაცა და შოფერია ესე კმაყოფილი ზის რა ხო და გააჩერა სვეტაფორზე გახედა აქეთკენ კინო იყო შესახვევთან რა არ მახსოვს კოლხეთი ეკო თუ რაღაც მოკლედ კინო იყო რა ნახე რა მაგარი კინოა მუთხრე რა კინოა ინდური მე რა მეუთხეს ყველგან ინდური იცი რატო არის აქ ინდური კინო რატო იმიტომ რომ დირექტორი ჯიგარია კინოს დირექტორი ესე იგი გიждდებოდა ინდურ კინოში რა იმის მერე სანამ წავედი გერმანიაში სათამაშოდ ერთი კინო ინდური არ გამენაჯუბა ინდუს და ყველა რაღაც ჯიმი აჯა ყველაფერი ვნახე იქ ჩავედი და ერთი ბიჭი მოვიდა და მეუბნება რომ რეზიჯან აღარ მინდა რა მოცხოერ კინოებზე სიარული რა ისეთი ქართული ბაევიკი ვნახე ვუთხარი რომ 94 წელს ქართული ბაევიკი მე ვუთხარი ერთი იბერვიზია მუშაობს სად ნახე ბაევიკი არა ბაევიკი ვნახე გიორგი საკაძე გიორგი საკაძე როგორი ბაევიკია მე ვუთხარი მე არ მინახია მე მოგიხვე მე ვუთხარი მომიწერე ეს გიორგი არის აემხელა ხმალია განგრევს ყველაფერს რა იცის რა წავიდა ის აიღო, ის ქალაქი აიღო, ის სოფელი აიღო, ყველაფერი აიღო. თავი ბოჭრა. თავი წაჭრა, ერთი მეორე ხმალი, ნუ ანგრევს ყველაფერს მოვიდა დასვენებული, გამოგებული სახში ზის და ბალია. ბალია, იძახის. ბალი რა არის, მოვთხარი. ნუ კეიფია. ბალი. მაგარი ბალია რა. პირია. ბალი, პირი, მეთქი რა, შევჭამოთ რამოდო. ხო და მიდის ერთი ტანცაობა ამბავი, ხო იცი ახლა გიორგი სააკაძეში რა ის. რო დაბრუნდება და ბალია. მარავდა სამგორი რა ყველაფერს რო აიღებს, რაც დავით აღმაშენებელმა რაც აიღო, ყველაფერი ამას დააწერა. მოკლედ, ყველაფერი არ გაჩერებულა რა. კრიმი აიღო, რაღაცეებს იძახის და ხოდა რა გიჟივით არა მე სუდათავარ ეხა წარმოგიდგენთ ეტო რა სუდათავარ ეხა რომ როგორ მეცინება ამის რაღა დანგრეულ თბილისურ მოყოლაზე რა ხოდა რო გონია რომ აი ყველაფერი მორჩა და რაღაცა უცბად კარებზე გაგონი კარებზე მოვიდა ორი კაცი აი ესეთი რამე ახურავს და მეორეს იაშიკი უჭირავს ბატონ გიორგი შახაბასი ძღვენი გამოგიგზავნა. გასხნა გიორგი მყუთი და რას ხედავს? თავისი ბიჭის პატას თავი. იელი დიში. თუ აღარ შემილია და ვეუნები რომ დაავთავრე კინო როგორ მორჩა. არა მოიცა სულდა კინო როგორ მორჩა მეთქი და რა გატანცებს ქალო რუსუდან ხოდი
მოდი პატას თავი მოიტანეს. გუსურდან რა გატანცაებს? ელი დიში ბოევიკი ქართული. ბაევიკი მე ვიდეო ვიყიდე და მთელი ქართული კინოები ჩავიცალე და ქართული ესე ბაევიკები ნა მთელი ქართული ბაევიკები ხარება და გოგია ეგენი ყველა და კაშია ჩუკია რამადლიანა ეს ეთნოსი, ანუ თბილისელი ვერ სოლექი. გავიგე რა არის ვერ გავიგე კარგად რა ერთი ძალიან მაგარი ბიჭი ყავს თბილისში რა ჩვენი უფროსი თაობის იმის ცოტა მერე თაობის და ჩვენი თაობის ჟორიკა ერთი ამბარცუნა რა ყველას ეწოდინება თბილისში ხა ჟორიკას აქვს გამონათქვამები და სიტყვები ნუ ხა თუ მეხსიერება არ გეყოფა ბილ გეიტს უნდა დაურეკო რაღაცა ისეთი მემორი კარტით ხო და ეს ყველაფერი უნდა შეიტანო რა და მე დაბეჭდე პარნასი რო არის თბილისი მერიოჩი კაფე რა არც ერთ ენაზე კითხვა არის არაფერი არ იცის ნუ აიღებს კროსვორდებს აუსებს ნუ გაგიჟდებს აი შეიძლება შეიშალო ქართული არ იცის რუსული არ იცის სომხური არ იცის ხაჩატუროვია რა გვარით რა ხო და გააჩერეს მილიციანერი ამოიღებს ემვდ-ს კნიშკას გააჩერებენ სტადიონზე ამოიღებს ფედერაციის კნიშკას გააჩერებენ ფილარმონიაში ამოიღებს სახალხო არტისტებს შეიცვათის გამიკეთეო სკოლისა 21 წელი სავარია კნიშკა კონდი სივართ ეხა ესე და ძალიან სერიოზულ რაღაცაზე ვლაპარაკობ რა ხე იშვიათად რომ მე ხა სადმე დავიჯდე დიდი ხანი რაღაცა და ხო იცი ხა ეს როგორი კაფეა რა ეს მთელი საზოგადო მოღვაწეები მთელი მწერლები ქართველები არიან ესეთი ლამაზ-ლამაზი ფოტოები და გამოკრული რა და ერთი სურათია რომ დავით კლდიაშვილი და ვაჟამშაველა ერთი ზის და ერთი დგას ეს მუნდირშია დავით კლდიაშვილი ეს ჩოხა ხალხში ნუ ვაჟამშაველა და შორიკას ესე ჩიჩმი რა ესე ხო ვერ არის რა ჯანზე ესე იყურება რა აჩკებს არ ხმარობს ათხო არა საბუთია. ათხო აი ესე გახედა და რეზე მეუნდება და ჯორი მოთხა ნუ ლაპარაკობ რა მაცა რეზე არა თურქი მის არის ჩამოსული მენეჯერი ხო ნუ ველაპარაკე თურქი ზურგიძის მესეჯზე ჟორიკა თავზე მადგას აი ეს სურათია რა დააწერი ეხა რა ორივე ახატია და ქვემოთ გვარები აქეთ აგაგწერეთელი გვარი აქეთ პაოლოიაშვილი გვარი თუ ვიღაცა რეზე ნუ რეზე მეუნდება ჟორიკ მაცალე რა ვეუნებით დავით კლდიაშვილის ვაჟა ერქვა ეუნები დავით კლდიაშვილი ვაჟამშაველა რა აირია ვაჟამშაველას დავითი ერქვა ვერაფერი ვერ გვაქვს მოდი აჩისაც ვათქვევინოთ 2-20 სიტყვა მაშინ. გაილექსე არ გათავდა და ეს ამბავი შენაც უნდა მოყვე მეც ვიცი მაგრამ მეც მოყვები ხმამად კრება აქ ეხა სკოლაში ხო დილით არა აჩი მოგვიყვეს აჩი ბევრ ქვეყანაში რამდენ ქვეყანაში გაქვს დათამაშები? 3-ში ქვეყანაში 3-ში ნაცხო ანუ თურქეთი ჰოლანდია გერმანია ხო და ეს როგორ ახერხები? ენის პრობლემა გააქვს თუ სამივე ენა იცი თუ სამივე ენა ვიცი ახლა მაგრამ რომ ჩავდიოდი არც ერთი ენა არ ვიცოდი ცოტა ინგლისური ვიცოდი რომ მივდიოდი რა MT-იბან რა მე აი MT-იბან თურქეთში ჩავედით მე და შოთი მარტო წარმოი 19 წლის თურქული პირველად რომ ვიკითხე როგორ არის მადლობ თქო ნუ მეთქი შანსი არ არის ამის სწავლის თეშექურ იედე არის მადლობ ხა საღოლსაც ხმარობენ რა მაგრამ ხა საღოლ უკვე ისეთი მოდი აი საღოლ რა ფებრუარი იაპოშტერეჯ ედაც იაპოშტერეჯ მოგეთ მე მამაჩევი და შოთი ვზივარ და 2-3 დღის ჩასულები ვარ რა და შევჭამეთ რაღაცა ვივახშმე და ნუ კიცას ვეკითხები ყავა ხო არ გინდა კიო დავლევო რა და აინე კოფე რამე მოიტანა ერთი ყავა და რძიანი მინდაო რა ხო და ნუ უხსნით ახლა რა გადაფარებული თეთრი გადასაფარებელი მაგიდას რომ ვეუნები ყავაში თეთრი ჩასასხმელი ნუ ახლა მე და შოთი წარმოიდგინე ხელებით ფეხებით ყველაფერი ვერ გაიგო მოიტანა წყალი არა ვეუნები წყალი თეთრი ყავაში ჩასი გაურიე და დალიე აი ვარ 3-ში არ არის აი გაგებაში არ არის დავაყენე 5 კაცი ვეუნები რა ხჭით ყავა არის თეთრი არის წყალი მაქვს ეხა თეთრი წყალი ყავაში ვეუნები ქართულად რაღაც აი ვერ გავაკეთე ეხა ვფიქრობ და დავიწყეთ რაღაც აქეთ-იქით შოთი მეუბნებო დადეკიო
გავითრიათ ვედრო რავე ზედა ამაში ვეუნე ვექიში აქ ციფათე დაუძახე დირექტორს დირექტორი მოიყვანია მოვიდა დირექტორი ვეუნები იცი 4-ზე დგარ დგარა ეს გაგიკე აბა მეტი რაღა არის ყავაში ჩასასხმელი მეთქი და ვერ გაიგო ეგათა კიჭამ მე მაცალეთო ეხლა მაცალეთო თქვენ ვაფშე არა გაიგა და კიდე მე მაცალეთ მოდი აქ ქალიო იციო ქალი ვიციო რა თურქმა ქალი არ ვიციო როგორ არ ვიციო ბავშვი იციო ვიციო ეხლა აი ბავშვო ძუძუს ჭამს ეს მინდა ადრე გეთქო რა ოგი ტანდიო და წავიდა რა და ნუ გამოცემას მაგორიდან დაჟდა თქვენ არაფრის მაგისოლებოდა ოდის ბიჭო დაჭრილი თებზე რაღაცა ბიჭო სანამ მოღებ თებშით ეხლა ვხედავ რომ თებშია ზევიდან ჭიქა არადევს პატარა ესეთი გრაფინჩიკი არა და არაფერი ისეთი რა რაც სითხეს შეიძლება რაღაც ასე მოგ რაღაცა თებზე მოიტანა და დავხედე და ლიმონი და ლიმონი რა ბიჭო დედაშენ ძიაუშავდა თუ ძიაუშავდა თუ ეს აბას გაჭმევდა შეჭო რა უბედურება არის ლიმონი რა ენა იგი ხო მაგის მერე ისე გავილექცე თურქულად შუ იაპუშტური ჯუზეულება წებო როგორ არის იაპუშტური ჯუ უცხოეთზე რომ ლაპარაკობთ საქართველოში რა ისაგებ საქართველოში ყველგან ახლა ნამყოფია საქართველოში რა ტიპი ხარ საქართველოში ვინ ახარ აუ ბიჭო ვაფშე ყველგან ავარ რა ნუ ეხლა თამაშები სადაც გვთან თვითონ საქართველოს ამ თამაშობ დინამოში ეხლა ნუ ამ სტადიონებზე რას არ გაიგონებს კაცი და რაღაცა ნიგერიაში თარზიატებდნენ ხელს არა რიჟა არის და ეს გადმებდეთ ნახჭია ქუთაისში ვარ თამაში გვაქვს რა ქუთაისში გვაქვს თამაში საბჭოთა კავშირის პირველობა არის მეორე ლიგა არის 86 და 87 წელი მე ვთამაშობ რუსთავის გორდაში სანამ თბილისის დინამოში დავიწყებ და პატარა ვარ ნუ 17 წლისა ვარ რაღაცა ჩემი პირველი ასე ვთქვათ ესეთია რა პროფესიონალური გუნდია რა ხო და ქუთაისლები ხვაზე ხარ რა ხედავ ეხა სტადიონზე ვიღაცა ბიჭის იმაში ვარ რა საპაში ვარ მეორე ტაიმში შეგიშვებ და რამე ესე ვარ რა სიო და ერთი ტიპი მოვიდა და სკამზე ზის რა სანა მაგას მოყვებით ხო ერთ მაგარის მე მეგერლაძე თამაშობდა ეგეთი ფუტბოლისტი არ ყავდათ რა ქუთაისზე და დადგა რა ერთ თამაში იდგა და ვიღაცა ეძახს ვერავ გაიკეთი თორე მოგაფსავს ვიღაცა ბუჩკი ეგონები აი ეგეთი ფაში კაი გაგებით საშინელია რა ძალიან ახლოს მოვხვდი ამ იმასთან რა ქვია რა აი ამ მაყურებლებთან მოვხვდი ახლოს და თან ახლა ხო წარმოგიდგენ ახლა ქუთაისის სტადიონზე ნუ მიყურადებული ვარო რა მაგარი რამე დავიჭირო ერთი რომ მე თელი დღე მაგაზე ვიცინო ნუ მოვიდა ტიპი და საზი ხარ ბიჭო ჩემს გამს იმას ეუბნება რა მაგი ბიჭო ჩემს გამიგე და ჩემს გამიგე ესე უნდა მაშინ გაიწია ჩემი ის არის მადანა გაზეთი და ჩემი გაზეთი და მაგ გაზეთზე როზი ხარ რას ნიშნავს ბიჭო გაზეთზე ვზივარ რა არ წამიკითხია მაგაზეთიც მომოდა დასაკითხად მეიტანე გაზეთი ბიჭო აქო ესე უნდა დასაკითხად მევიტანე თუ რისთვის მევიტანე მაგი მე ვიციო მორჩება თამაში და ავდგები და მე წაია ტრაქზე საშინელი კი არ მისვია მე გახვედი მაგის გაგრძელება იცი არა მოიჭრა არა და ბიჭო ეხტავი ვინდორზე თორე ამოგვიწევს სტადიონს რა ზიკოდე ო წამაქცი და თავი არ დადვა ვინდორზე არ ამოწვა ეთლის საშუალო სვანეთში ვიყავი რა ერთხელ რა არ ვიცი ხა სადღაც რა მაღლა ვიყავი სვანეთში ვიყავი თუ არ ვიყავი თუ ხევსურეთში ვიყავი ვერ გავარკვიე სად ვიყავი იგივე იყო ხო და ბიჭო მესმის თო ერთ კაი ხანი 1 3 4 დღე ყოველ დღე წევილი კივილი უბედურება და ვიკითხე ხა რა ხდება მეთქი ნუ მეზობელს მამა მოუკვდავა ნუ მამა უკდება არა მოუკვდავა უკდება რას მასწავლი მე ვიყავი და ეს არა ბიჭო მოუკვდავა და მეორედ მესამე მეოთხე დღეს რა მოხდა ძმა მოუკვდავა ნუ მეთქი რა ხდება თო როგორ ხდება რანაირად ხდება რაღაც გამარკვია და ბოლოს მესმის წივილ-კივილი უბედურება და ანგრევა და ამტივს ვეკითხები რომ რა ხდება არაფერიო ბიჭო სტუმარი ყავდათ რა ხო და ეს მამაო ძალიან დიდი ხანი ლოგინად იყო ჩავარდნილიო და არაფერი ქვეყანაზე არ შველოდაო თბილისშიც ყავდათო რაღაცა
ამ მასპინძელმა უთხრა ამ სტუმარს რომ ბიჭო ჩვენთან ესე წესიაო რა ესო მომაკვდავი უკანასკენ დღეში რო არის მიდი ერთი ამ ბალიში დააფარე სახეზე ანცა მიგუდეო რა რომ მოვკვდესო რა წვალოსო 5 წელიწადიაო და ჩემი ხელითო მამაჩემსო ხო არ მოვკლავ რა მოვიდა და მე ჩემი ძმას უფროს არა ამუნა მიგუდო არა ჩემი ძმა იყო ჯიხვებში სადღაც ანატირო და ჩემი ძმაც მოიცა მომაყოლე რა ხო და მოვიდა ეხა ეს ისა რა და მე და ჩემი ძმა გთხოვთო რა თუ ჩემი ძმა ხარ რა ხო და ნუ კაიო რა ვქნა თქვენი მიწა ჩემი ძმაო სანადიროთ არისო და ეხა სანამ ჩამო ნუ შევიდა მოკლედ და გამოვიდა რომ მოვკალიო რა გადაიხნე სტუმარ ხო და სტუმარმა რა დაასაფლავეს რა მე წავალო მე რა საქმე მაქვს არაო ეხა ესეც უკანასკენ დღეშიაო ეს ძმაო მაგის მამაჩემი ძმაო რა ეს უფრო ვარეს დღეშიაო რაღაცას არ ყომა ცეროზე ყველაფერი აქო და იქნებ ამასაც მიგუდო რა არასწორი ყვები წავიდა და ესეც მოკლა რა ბიჭო მე ეს მისეს ცივილ-კივილი რა გავაკეთოთ მე უთხარი თქვენი ხელით უკლავთ ამ ხალხს რაღაცა ტირი ხარ პანაშვიდები რაღაცა მოვიდა ეხა ჯიხებ გადაკიდებული დათვი კისერზე ძმა ნანადირები შემოვარდ მომწუ რა კაცო ხო და ნანადირები ეს ძმა შემოვიდა რაღაც მამაჩემს ადარ მოგდავა ახლა წელის ხო თაში იმას ჯიხთან ხო არ გამოგატანდი წელის როგორ გაგვეგებინებინა მობილური არ არის არაფერი არ არის ბიზა ჩემის ადარია ეგეცო რა როგორო 5 წელია კვდებიან რაღა მე რო წავედი მაშინ მოკლა ვინ გაუკეთაო ისო ჩვენი პრიო მიგუდო ვინ აი ამანა სტუმარმაო რა ჩვენ ვთხოვე კაროჩე არ მაინტერესებს რომ მაგასო ეხა გავხეთ აი მოკლავ ეხა კაროჩე ნუ თავს წავაწყვიტო ეხა უთხარითო მე ვიბრიდები და შემოვიდესო რა ეს არის 3 მეტრი კაცის მოკლა როგორ უნდა ვანა ეს არის რკინა ვაში უთოფოთ არის ანადირო წასული აი ხელი თაყავს ხელი თაყავს მოკლული ჯიხვები და დათვები ყველაფერი ბიჭო გაშეშლილი ვარ ტვაიამებს რო ვისმენ გიждები რა რომ გონია რომ საქართველოში არა ვარ რა სადღაც ვარ აი იქ ინდურ კინოებში რო ვიყავი ბავშვობაში აი იქა რა კაროჩე შევიდა ამას ეუნებიან რომ შედი ხე ჩვენი უფროსი ძმა მოკალიო რა საშინელება ჭირს ეხა ისულავ ეკო და იქო რაღაც ტყეში რაღაც მალარია თუ холერა და ема კაროჩე ნუ რა ამნიშნულობა კაროჩე დიდი ჭიდაობის მე ამას მოკლავ და მივდივარო დილას ვარიანტი არ არის აქ დამჩენის და თქვენი დე რაღაცა გაგიჟებულია დასასვენებლად სუბტაჰაერი ჩამოძა მოკ სამი კაცი მოვკალიო ომში არა ვარ ნამყოფიო და აგერ არის ყველაფერიო რა აუბედურება არისო და ნახევარი საათი ელოდება ის ბიქსა რა ხელით რო კლავს ცხოველებს ლომი კისერზე გადაკიდებული რამე და შევიდა ეს და როგორი ბაგაბუგი ისმის იცი ბაღბუ ესენი მიყურადებული 100.000-ით ბაღბუ კაროჩე და ეს სტუმარი გამოდის რა თქვენი წესი და ჩვეულების დედა ისე ჯანზე იყო ერთ 100 წელიწად იცოცხლიდა მოკლა ბიჭო აიმე ხოდა გადავწყვიტე რომ ასად აღარ წავიდე რა სახში ვილიში ვიყო რაღაცა ვილიში არის კარგი ხო რაიონში ვერ გან რაიონი ეპიდემია ვაჰ ახ ძალიან ცოტაა რა ეს სტუმარი როგორ არის ახლა ნეტა ის ჰა არ ვიცი თუ ის სად არის კაცმა არის ბენლადენია მე ის სტუმარი არის ბენლადენი ოსამა ხო იცი ბენლადენმა რო ცოლს დაურეკა სახში იცი ვინმე სხვა არ უკითხივარო მოდი ფეხბურთის თემასაც შევეხოთ ერთი კითხვით მაინც რომ ტრავმები გაქვთ ხოლმე ხშირად ხო შენ და აჩის შენ და შოთის სულ მერევით ერთმანეთში რა სახელებით შენ და შელდიას ხო და აი რაღაც გამაყუჩებლებს ვიკეთებო მითხარი ხო ეს რა ნამდვილად ხშირად ხმარობდით პოლტარენს ნუ ნემსებს ტაბლეტებს რაღაც ეთქა ისტორიას მოგიყავით ჩვენი მეგობრები არიან რა ერთი არის აი მთელი ცხოვრება მეცადინებდა მეორე არის მთელი ცხოვრება ქუჩაში იყო ირტყმეინებოდა ნუ ისე თქვათი ქუჩისტი მაგრამ ხა მაინც არ ჩაუწია ბანანი არ უჭამია და პამიდორი არა მოკლედ ხა არ არის დიდი ხნის ამბავი მოკლედ ითამაშეთ ფეხბურთი რა ხშირად არ თამაშობს ახლა ეს ბიჭი და ატკივდა ეს კუნთები რა ისე ატკივდა რომ ვერ დადის მართლაც ახლა თუ არ თამაშობდა ერთხელ ბევრი მოგივიდა ვერ გაივლი რა სერიოზულად კვდა ყველაფერი და რა ვქნა და დაურეკაო რა ჩემ ექიმი მეგობარი ის ექიმი გამოვიდა ხო იასნია ახლა ხვალეჭი
ხოდა ურეკავსო შენაუ ვერ დავდივარო, აი პროსტა ვერ დავდივარო, აი ტუალეტში ვერ გავდივარ, ისეთი ტკივილები მაქვს სახსრების, კუნთების და რა ვქნაო რა. რა მოგივიო? აო, შევა ბიჭებთან ერთად ვითამაშეო და მოვკვდი ამ ხნის უთამაშებელიო, ვეღარ დავდივარო და შუსტრად აი ისეთი რამეო რომ უცებ იმოქმედოს. არაფერი ვერ 3 დღის მერე მართლა გადაგივლისო, არ უნდავა. რა 3 დღეო ბიჭო, მილიონი საქმე მაგო რაღაცა და მინდავა რა რამე ისეთიო რა. ხო ყველაზე კარგიაო, აი შუსტრად რომ იმოქმედოს სანთლებიო პარაცეტამოლის რა. ეხლა ისეთი კი ბანანს არ ჭავდა რა სანთელი იყო. რა სანთელიო თუ ვეღარ ბიჭო რა იმასთან დიდი სანთელი ეგო. დავიდა ვერ მოვიდა ეგო არის შანდლიანა ეს. ამან იცის ამის ფსიქოლოგია პარაცეტამოლი დააყოლა პარაცეტამოლისა და ნუ ხეს აჯერებს რომ თუ მართლა გინდაო რომ ეხლა მართლა ეს კვტარია რა მართლა ვერ დადი და თუ ეხლა ნახჩი გინდაო რომ უცებ მოგეხსნას ეგ პრობლემაო ყველაზე ნაღდია ეგ არისო რა ორი დიდი სანთელი ყველაზე დიდი სანთელი იყიდეო და გაიკეთეო და ეგრე მოგენუ ეხლა 1-2 საათში უკვე ბევრად უკეთ იქნებიო რა ხოდა ნუ გააგზავნა ვიღაცა იყიდაო და დამირეკეო რა როგორ იქნები რა არ იქნებიო და გაიკეთე აი მაშიანი დიდი სანთელი რა ორი ცალი და ურეკავს 1-2 საათია გასული რა ისო აქენიო რა ისო გავიკეთე და კარგად გაიკეთეო ხო კარგად შეიმასქენიო კიო ხოდა ეხლა გამოიღეო ელიწორება ხო ბრატაოდიო ხო ეხლა გამოიღეო ორი სათელი უკანო აღარ ეგრო ვინმე გაიყოსო ვინმე რო გაიყოსო ბიჭებო აი თუ არ დაგჭრაო აი დაგჭრიო რა აი 5 წუთში მთელი სასტავი ფანჯრებთან გამოიღებ რა ეხლა გამოიღე რავე ალბათონებო და ბატონებო აჩი და რეზი არ ველაძეები